მთელი ქვეყანაც შეიძლება დამარცხდეს, მთელი ხეობას დამარცხდეს და ვიღაცები ჩუმად იყვნენ. მაგრამ მიხასნაირი კაცები მაშინაც დარჩნენ ტყეში და არ შეურიგდნენ იმას, რაც რეჟიმის ცვლილებას. და ერთ დღესაც მიხა მიუხვდა აღაროსკარში, იქ სადაც წითელი დროშა ფრიალებდა და უკვე ითვლებოდა, რომ ხეობა ფშავისხევი იყო დამორჩილებული საბჭოებს რუსულ ოკუპაციას. ერთ დღესაც მიხა მიუხვდა მარტო კაცი და ჩამოხსნა წითელი დროშა და დამოუკიდებელი საქართველოს, აი ეს დამოუკიდებელი საქართველოს დროშა აღმართა. ესე იგი მარტო კაცსაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს. და მიუხვდა ის დროშა ისე კი არ ფრიალებდა, 60 კაცი იდგა იმ დროს აღაროსკარში და 60 კაცს მიხვდა პოლიციელებს, ვის მაშინდელ ხელისუფლებას ყავდა გამოგზავნილი ხეობის დასამორჩილებლად. ხეობა ეგონათ რომ დამორჩილებული იყო და გამოგზავნეს აი ესეთი ტყეში გასული ადამიანების დასაჭერად და ამ დროს მიხამ იქით მიაკითხა და მეთაური მოუკლა იმის გამო რომ არ გაიგონა მისი რჩევა რომ დაეტოვებინა ხეობა. მიხა არის მაგალითი იმისა რომ მარტო თუ დარჩები შენთან არის მაინც უფალი და შენ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელო და ჩვენ ამ წესს იმიტომ ვაყენებთ რომ ეს ღირსება, ეს სახელი, ეს გზა მამაცი კაცისა, ვაჟკაცი კაცისა, კაიყბისა არის მარადიული და ეს არასდროს არ დამთავრდება და